მოგესალმებით. ალბათ დიდწილად რაღაცნაირად სურათი მაინც ამ მონაცემებით გამოჩნდა, თუმცა რა კი არსებობს ოფიციალური პროცედურა წინ და რაღაც დრო არის იქამდე, მაინც ალბათ ამას უნდა დაველოდოთ და მერე შევაფასოთ. თუმცა ბევრი ხმა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთი რომელიმე კანდიდატი გადამწყვეტ ხმების რაოდენობას ამ ეტაპზე ვერ აგროვებდა და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, ინტერესი იყო მიმართული ამ პროცესისადმი, მაგრამ ამ ხმების ამ განაწილებამ ცხადია მაინც უფრო გამოკვეთა და ცხადი გახადა როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი. აქ არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარი და ალბათ ყველა კანდიდატი, ყველა მღვდელმთავარი და ეკლესიის ყველა გულშემატკივარი აცნობიერებს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება და ეს სულისკვეთება მე მგონი ჩანდა ამ ხნის განმავლობაში და ამ ეგრეთ წოდებულ წინასაარჩევნო პერიოდშიც ალბათ რაღაცნაირად ასე გავივლით, იმიტომ რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც მართლაც რთულ დროში იპატრიარქა და ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ძალიან ბევრი გამოწვევა შეხვდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წმინდა საეკლესიო თვალსაზრისით ვამბობ, როდესაც იყო რაღაც გარკვეული შიდა განხეთქილების შემოტანის მცდელობები, მაგალითად ეკლესიათა ეკუმენურ საბჭოსთან, ჩვენი მონაწილეობის თუ რაღაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გალობის საკითხთან დაკავშირებით, მთელ რიგ თეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ცხონების საკითხებთან დაკავშირებით და ასე შემდგომ და პატრიარქი ყოველთვის ახერხებდა რაღაცნაირად მოეძებნა ისეთი ოქროს შუალედი, რომ რომელიმე ჯგუფს არ მისცემოდა ეკლესიიდან განდგომის საშუალება, იმიტომ რომ ეკლესიის ერთიანობა და მთლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო და ამ საფუძველზე იყო დაშენებული შემდგომ აი ამ ეკლესიის, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი, გავლენა საზოგადოებაში, საზოგადოების მიმართება მათ მიმართ და ახლაც მე ვფიქრობ ეს არის უმნიშვნელოვანესი და მთავარი. პატრიარქი რამდენად შენარჩუნდება, მოხერხდება ამ ხაზის გაგრძელებას. ის ამ შემთხვევაში იმედი მინდა ვიქონიო და ასე ვთქვათ მე მგონი თვითონ სიტუაცია გვაჩვენებს ამას, წინა პირობები ასეთია, რომ როგორ განცხადებებსაც და რა განწყობასაც ვისმენდით ჩვენ მღვდელმთავართა გამოსვლების დროს, მას შორის კანდიდატთა მხრიდან, მათი ქადაგებებიდან, მე ვფიქრობ ამ ერთიანობის სულის შენარჩუნებას ყველა გრძნობს და მის აუცილებლობას და აქედან გამომდინარე ალბათ მოლოდინით შესაბამისი უნდა იყოს. თუმცა საფრთხეები არის, რა თქმა უნდა, პროვოკაციული მცდელობები და გამიზნული შეიძლება იყოს, სადაც ჩვენ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მოვიხსენიებდით თავისი სრული ტიტულატურით, მათ შორის თხომ აფხაზეთის ეპისკოპოსად და პატრიარქად, ამ მხრივ პრობლემებია, მაგალითად რუსული ეკლესიის მხრიდან ამ სრულფასოვანი ტიტულის არაღიარების თვალსაზრისით და ჩვენ არ ვიცით რა გამოწვევები და პრობლემები შეიძლება გაჩნდეს ამ მიმართულებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სინოდში იყოს ამ ტიპის ერთობა, მე იმას კი არ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ერთ აზრზე იყოს ყველა. შეიძლება აზრთა გარკვეული ჭიდილი და სხვადასხვაობა საინტერესო და მნიშვნელოვანიც იყოს, იმიტომ რომ ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა თქვა ეს, რომ პატრიარქი იყო ჩვენი მამა და ჩვენ ვართ ძმები და თანასწორები და ამ სულიერ საძმოში შეიძლება სწორედ ბევრი ისეთი საკითხი გამოჩნდეს, რომელსაც პოლემიკაც შეიძლება მოყვებოდეს, მაგრამ გადაწყვეტილებები მე იმედი მაქვს, რომ იქნება ისეთი, რომელიც ეკლესიას გააძლიერებს, ეკლესიას როგორც სუვერენულ სხეულს ისე ჩამოაყალიბებს და
ეს მეუფეშიო იქნება თუ ნებისმიერი სხვა სულ სხვა ამბავი იყო დიდი პატრიარქის თუნდაც მოსაყდრეთ ჭრდილქვეშ მაინც და ფრთებქვეშ ყოფნა შეიძლება ითქვას და სულ სხვა არის როდესაც უკვე ეს ტვირთი კონკრეტულად ახალ პატრიარქზე გადმოვა ეს დიდი გამოწვევაც არის და რაღაცა დიდი შესაძლებლობების მიმცემიც არის, იმიტომ რომ ამან შეიძლება სრულიად სხვა მდგომარეობაში, სხვა რეალობაში ჩააყენოს კონკრეტული ახალი კანდიდატი, ახალი პატრიარქი და სრულიად ახალი და სხვა კუთხითაც დავინახოთ ესა თუ ის პერსონა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში უყურებთ და ვაკვირდებით. რამდენად გამორიცხავთ სიურპრიზებს შემდეგ საბოლოო არჩევნებზე ასე. რავი, მე მგონი რომ დღევანდელმა დღემ ინტრიგა მოკლა ასე თქვა. ხო, მე მგონი შედაწერე, ხო, რაღაცა ესეთი მოხდა. თუმცა მე მაინც რაკი ეს ოფიციალური პროცედურა გასავლელია და ყველაფერს რომ დავიდავანებოთ ამ ორ კანდიდატს შორის არ ვიცით მეორე ვინ გამოირჩევა, ხომ, რომლებსაც თანაბარი ხმები აქვთ შეგროვებული. ალბათ პროცესი მაინც ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრი მღელვარებით ელოდება ამ ამბავს, იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ რომელიმე მართლმადიდებლისთვის ამ ეკლესიის შვილისთვის რაღაც სულ ერთი იყოს საეკლესიო პროცესი როგორ წარიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორი იქნება რა როლს შეასრულებს მომავალი საქართველოს ასე ვთქვათ არსებობის პროცესში და მე საერთოდ მგონია რომ მიუხედავად იმისა რომ კონკორდატის პროცესს კონკორდატს თვითონ როგორც მოვლენას არათუ მხარს უჭერ ჩართული ვიყავი იმ პროცესში ამ ინტერფრაქციული ჯგუფის წარმომადგენელი გახლდით და სრულად მხარს უჭერ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთ ჩაურევლობას მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები რამდენიმე ღმერთმა გააკეთა განცხადება ხო რომ მოჩაერებით რომ მოწოდებით რაც ნიშნავდა რომ რაღაც ნიშნები იყო როგორც ჩანს ხელისუფლების მხრიდან ჩარევის ალბათ იყო ხო მე არ გამიკვირდება რომ ასეთი რამ ყოფილიყო იმიტომ რომ როცა პატრიარქის სიცოცხლეშივე ხდებოდა რაღაც ისეთი მოვლენები რომლებიც პირდაპირ მიანიშნებდა ამ ტიპის უხეშ ჩარევებზე და რაღაცა გავლენის მოხდენაზე და მე მოყოლებული ციანიდის საქმიდან გაგრძელებული სუსის კრეფსებით და ასე შემდგომ ასეთ რიგის საკითხებად მიმაჩნია მათ შორის ისიც ბოლოს რაც იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი რომ იყო წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე წლის წინ თქვა ხმამაღლა რომ პატრიარქს გადადგომას თხოვნენო ხო იყო საუბარი რომ ანუ ჩხარტიშვილი მივიდა და ეხლა ანუ ჩხარტიშვილი თავის ინიციატივით რო არ მივიდოდა და ამდენს ვერ გაბედავდა ხვდებით ალბათ ხო ცხადია ეს პროცესი როგორ წარიმართა ზუსტად არ ვიცი მაგრამ დაახლოებით მსგავსი სტილის განცხადება გააკეთა ასევე პეტრემ მეუფე პეტრემ ამ ცოტა ხნის წინ უკვე და მან პირდაპირ თქვა რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ამაში ჩართული და ის პირადად აწარმოებდა რაღაც ამ ტიპის რაღაც პირობებზე მოლაპარაკებას, რაც მართლა წარმოუდგენელია. ხო, ანუ მე მოსაყდრის დასახელება შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რაღაც ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ნუ არ გადადგა პატრიარქი, მაგრამ რაღაცაში გაუწია, ასე ვთქვათ, ანგარიში და ვთქვათ, არ გადავდგები, მაგრამ მოსაყდრის დავასახელებ და უშუალოდ ასეთი შეთანხმება შეეძლო. ხო, არ ვიცი. ამის შედეგი იყო შეიძლება ვთქვათ. ეს ისეთი თემა არის, რომ არავითარი სპეკულაცია არ მინდა ამ მიმართულებით, რომ წავიდეს, რაშიც აბსოლუტურად არ ვარ დარწმუნებული. თავისუფლად შეიძლება, რომ იგივე ეს განვიხილოთ, რომ როცა მასზე იყო ალბათ რაღაც გარკვეული ზეწოლა, მან თვითონ ჩათვალა საჭიროდ, რომ რაღაცა პროცესისთვის დაედო სათავე. არ ვიცი, რთულია, შესაძლოა ვინმე მერე უფრო ცხადად მოყვეს ამ ამბავს, თუ კი ვინმე უფრო ახლოს შემსწრია და უფრო მეტი ინფორმაცია აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ეყოფა
ძალა უნარი რომ სუვერენულობა როგორც სახელმწიფო ჩარევისაგან, ისე გარეთა ჩარევისაგან შეინარჩუნოს და ამით ბევრად წაადგება ქართული სახელმწიფოს მომავალს თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ეკლესიის შვილები ვართ და უჭერდა ხარს მეუფეშიოს მთელი სახელმწიფო მედია. ეს ალსახაი იყო? ალბათ ჩანდა ეს ასე, მაგრამ იყო სხვა ხმებიც მაგალითად რომ შესაძლოა ვინმე სხვა ერჩიათ ვიდრე მეუფე შიო, ასე რომ თქვათ ერთმნიშვნელოვანი ეს ამბავი არ არის. ხო, იყო ასეთი საუბრები. ხა რომ რა ვიცი, მეუფე შიოს განათლებაც სათანადო აქვს მიღებული. განათლებაზე და ამაზე არის ეჭვები, ხო, რის გამოც რაც გამოითქვებოდა, როცა მოსკოვში დაამთავრა, მან იქ ასე თქვა მოღვაწეობდა როგორც მსახურიც ქართულ ეკლესიაში და ბევრს ეგ ეჭვი აქვს, რომ რაღაც რუსეთთან დაახლოებული ისევ კანდიდატი ხო არ არის. იყო დრო და პერიოდი, როდესაც ქართველი სასულიერო პირები მხოლოდ რუსეთში იღებდნენ განათლებას. ეხლა ბოლო პერიოდში გაიხსნა უკვე ამის შესაძლებლობა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უკვე სხვა ტალღაც გაჩნდება ამ მიმართულებით, ასე რომ აპრიორი ეს რომ რუსეთში განათლება მიიღო არ ნიშნავს არაფერს. დანიელი ბევრი მეუფე დანიელი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაა და ეპისკოპოსი და მასაც განათლება აქვს მიღებული, მაგრამ რუსეთში, მაგრამ ეს არავისთვის ვთქვათ დამაბრკოლებელი ამბავი არ იყო. თავად კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც მეუფე დანიელს არ მისცეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ეს რამდენად სამართლიანი იყო თქვენ რაზე? ხო, არ ვიცი, იქ საერთოდ შედგა თუ არა კამათი ამ თემაზე. ჯერ არა გვაქვს ბევრი ინფორმაცია ამ თვალსაზრისით და რაღაცები გვეცოდინება ალბათ. მე გამიხარდებოდა რომ მეუფე დანიელსაც მიიღო მონაწილეობა. იგივე განათლების ცენტრთან დაკავშირებით ეს მართლა გამგეობის წესდება მიღებული 1995 წელს. მას პრაქტიკაში არ უმუშავია, პირველად ხდება, ხო, ამის ამუშავება და არაფერი გამორიცხული არ არის, რომ იქ იყოს ხარვეზები და გაუთვალისწინებელი რაღაცა ნიუანსები და შემდგომში მოხდეს ამის გამოსწორება. მაგალითად, იგივე მეუფე ისაიასთან დაკავშირებით, როდესაც იყო ლაპარაკი და გარკვეული განათლების ცენტრთან, აქ მეორე მომენტიც არის, რომ როდესაც ეპისკოპოსად ეკურთხება ესა თუ ის სასულიერო პირი, იქ იგულისხმება, რომ მისი მზაობა საღვთისმეტყველო, ასე ვთქვათ, საკითხებში სათანადოა და მას აქვს ის საყრდენი საფუძველი, რომლითაც შეუძლია, რომ ეპარქიას ეპისკოპოსის რანგში გაუძღვეს და ამხრივაც გარკვეული საკამათო მომენტი არის და ალბათ მომავალში მოუწევთ შესაბამის სასულიერო პირებს თუ სამართლებრივი საკითხების წარმომადგენლებს, რომ ამ ხრივ კიდევ უფრო მეტად გაიმართოს ეს მართვა-გამგეობის წესი. ხო, და ბოლოს აუცილებლად მინდა გითხრათ რუსეთის მხრიდან ინტერესზე, რომელიც დიდი იყო ამ არჩევნების მიმართ, გვახსოვს საგარეო დაზვერვის განცხადება, ბოლოს აგერ პატრიარქმა კირილმაც გააკეთა განცხადება, რომ იმედი მაქვს ისეთი პატრიარქი იქნება, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიას არ აღიარებს, ხო? საკმაოდ ისეთი მინიშნება იყო, მათი მხრიდან ჩარევას რამდენად გამორიცხავთ? ჩარევა, არ ვიცი, ხა თუ ჩვენ ესეთ რაღაცას ავაგებთ, რომ რუსეთი გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე, საქართველოს ხელისუფლება თავის მხრივ ცდილობს, რომ გავლენა მოახდინოს პროცესებზე, რაღაც ესეთი შეიძლება იყოს, მაგრამ არის მეორე მომენტიც, რომ რუსეთს სურს რაღაცა დეზინფორმაციული ველით შექმნას. და მაგალითად იგივე მეუფე გრიგოლთან დაკავშირებით რაღაც ასეთი მოხდა, როდესაც ითქვა სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ, რომ აი თითქოს მსოფლიო პატრიარქი ცდილობდა ერთ-ერთი კანდიდატის სასარგებლოდ სიტუაციის შექმნას. ეს იყო აბსოლუტურად დეზინფორმაციული ამბავი და დეზინფორმაციული ველი შექმნას ემსახურებოდა და რუსეთი
არ გამოურიცხავ, რომ სწორედ ამით თევზაობდეს, რომ რევს სიტუაციას, ჭრის სიტუაციას და მე ცდილობს ალბათ, რომ უკეთესად უბრალოდ ჩვენთვის არის ხოლმე ძალიან შემზარავი და დამზაფრელი, როდესაც ასეთი არაეთიკური და გაუმართლებელი განაცხადები კეთდება მათი მხრიდან. როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ სოფლიო პატრიარქი ერევა და რომელიც ახლა აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსული ეკლესია თვითონ არის მოწოდებული ყოველთვის, რომ სადღაც ჩაერიოს სხვა ეკლესიების საქმეებში და ეს ძალიან ძიმე და ცუდია. შეიძლება არ იყოს ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში, როგორ ყველა ამბობს თან ხდება იმაზე, რომ ვინც არ უნდა იყოს ახალი პატრიარქი, ილია მეორის ასე ვთქვათ, გამეორება გაუჭირდება. ხო, მისი ავტორიტეტის და ასე შემდეგ, თქვენ რას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ილია მეორის შემდეგ პატრიარქობა ერთგვარი გამოწვევაც არის და არის შესაძლებლობაც იმისა, რომ ახალმა პატრიარქმა აჩვენოს სწორედ იმ გზის გაგრძელების სურვილი, რომელიც გზაც ქონდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ერისათვის და ეს გამოჩნდა ხომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და ჩვენ ძალიან გვინდა რომ ეკლესიის ერთიანობაზე ვლაპარაკობდით ხომ როგორც საეკლესიო სხეულის ერთიანობაზე ამავდროულად უმნიშვნელოვანესია რომ ეკლესია საზოგადოებრივი ერთობის ხელშემწყობიც იყოს და აი ამ პოლარიზაციაზე როდესაც ვლაპარაკობთ დაუსრულებლად ხო ჩვენს ქვეყანაში რომელიც ძალიან ძიმე და მახინჯ ფორმებს იღებს რომ ეკლესიას კონდეს სწორედ ამ ხრივაც გამაერთიანებელი როლი და ახალი პატრიარქის მისია ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა.